ამირან მაკარიძე საქართველოს უბრალოდ ახალწელს დილოცავს ყველას დაესწარით მრავალს. ბარაქიანი წელი ყოფილიყო ეს ბატონო ანუ შვიდობიანი და ყველაფერი კარგი და კარგი ქართველი ხალხი. ასევე ბატონო ამირან ამდენი გაქვთ მოგებული გაგვახსენეთ 1000 ლარი ეს უკვე სხვა დონეში მივდივართ ბატონო დღეს ვაპირებთ რომ გავამეოროთ ეს ამბავი მინდა გვინდა კარგია კარგია მინდა ბატონო კარგია რომ გვინდა თქვენასი უკეთესი და უკეთესი ბატონო ანუ უკეთესი მერთმა 10000-ები და მილიონები მოგაგებინო მადლობთ აქ არა გვაქვს უბრალოდ მილიონის და 10000-ის მადლობთ გენაძოლე საშუალება მაგრამ იცოცხლე ძალიან კარგი ისე გაქვთ გადავხედე საინტერესო ანკეტაში შევსებული რაღაცები მაგალითად იდეალი ქალიან კაცში გიწერიათ ნიკა გვარამია კი ბატონო მან ნიჭიერში დაიმსახურა ის რო აჩუქა ბავშვს აი მაგას დიდი გამოხმაურება მოყვა ყველგან ეს ინსტრუმენტი და ამის გამო მე ვიფიქრე სამსახურის დაწყება ხო არ გინდათ მაგითო არა ვაპირებდი მაგრამ არ გამოგივიდა არა ასაკი არ მიწყობს ხა მოგების შემთხვევაში რაში დახარჯეთ ნახო ვიყიდი რუსული წარმოების ავტომანქანა მეც ვერ ვძლება ბატონო რომელი მარკა გინდათ ჟიგულია ისე რა დანგრეული ჟიგული დანგრეული ბატონო ლექსის ახლა რა ფასებია ჟიგულიზე რა ფასებია 1000 ლარა ვიყიდი დანგრეულს შენი ხუმრე რო არ გამოვარდები შიგრა 400 შეստი 400 გაუჭირდა 400 გაუჭირდები ანუ ესე 1000 ლარი გიდათ რომ მოიგო ნო დომითი მინდა აბა დავიწყოთ მაშინ იქნებ მოდი ნახოთ აი შეკრული შესტიორკა რა ქვია ცოლი უნდა მოგაყვანინო წელს იცოდე პირველი მაჭანკალი ვარ მე ისეც გაგირიგებ სოფლის გოგოს გაგირიგებ ისეც როგორც მე და მე მართა ეხლა გეტყვით სალომე ბოდიში დავიწყოთ 3 2 1 ვეძებე ცოლი მინდა ისეთი რომ ეზოს გარეთ არ იყოს გამოსული და მართლაც მივაგენი და მოვიყვანე და მე ასე მეოთხე დღეს მეუბნება რაიონშიო თერჯოლაში არ ვარ ნამყოფიო ხო და წამოვიყვანე ხა წამოდი თერჯოლას გაჩვენებ მე ვთქვი ჩამოვიყვანე და უი რა კაი ქალაქიაო თქვა სხვას მით ვარაფერი არ დაუჯეროო ამბობდა ხალხიო კვამშია გახოულიო ზესტაფონიგონებია გამიგე თერჯოლა ხო და შემდეგ თბილისში წამოვედი და გორს რო უახლოვდებით სად მიყავა რა მსეშორსო მითხრა მე ვთქვი მალე ჩავალთ ახლა ქუთაისს არ გაუვლიო ჯერ და როგორ ჩავალთ მალეო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა თერჯოლაში მეორე გადასვლა საინტერესოა 44 წამზე ჩამოვიდა თერჯოლაში ბატონო ამირან თქვენ იქით იხედებით ბატონო ამირან გიორგის გაცინებას ცდილობდა არ არის სწორი სტრატეგია მე ძალიან შემიფერე კარგია 50 ლარი თქვენია აპლოდისმენტები ავაგზელოთ სააკაშვილი ჩამოვიდა თერჯოლაში მივედით ექს-პრეზიდენტთან და საინტერესო ხუმრობა გველოდება ალბათ. რა თქმა უნდა ვაგრძელებთ. რა ვიცი ახლა სხვას ვიტყვი, აღარ ვიტყვი მას ახლა რაღაც. არა, რატო კაი იყო ხო და ჩამოვიდა მიშა და დავიწყოთ? ფეხბურთი გეთამ, კი ბატონო, დავიწყოთ. ჩამოვიდა მიშა და მეორე კრუგზე პრეზიდენტობაზე რო იყრი და კეჩ ფეხბურთი გვეთამაშა თერჯოლაში. ხო და აი ორ წამში მოგებული ფული. ორ წამში. ახლა კიდე რო გავაგრძელო, ანუ იგივეს გაიმეორებ. არა, რატო კარგი იყო? 100 ლარი თქვენია, ეს კარგია. ანუ გავაგრძელო ისევე, მიტინგი ჩატარდა რაღაცა. ფეხბურთი გვეთამაშა. არა, ჩამოვიდა ფეხბურთი გვეთამაშა. ალეკო ბატონო, გავაგრძელო ისევე ისი? თქვენი ასარჩევია ბატონო. გავაგრძელებთ. 3-2 ერთი და ფეხბურთის თამაშის დროს კარებში ვიდექი სასწაული ბურთები მოვიგერიო, ანუ და მითხრა მე რომ 200 ლარიც თქვენია, ეს სწრაფაჯერ რა ვიცი, იშვიათია. კარგია. მე მომწონს. ვაი. ცოტაყანი ისევე გავაგრძელო, მაგრამ ახლა ტელემაყურებელს მოვაწყინო თავი. არა, თქვენ არა და დაბოლოება მართლა კარგია, რაც. არა, დაბოლოება. 200 თქვენია, ვაგრძელებ. სანამ ესე არის. 3 მე არ ამოვასუნთქებ. 3 2 1 3 11 მეტრიანი რო დაგირწყა 3 პენალი, რამდენს აიღებო? მე ვთქვი 3-ვეს ავიღებ თქო. დაარტყა ერთი ააშორა. დაარტყა მეორე მოვიგერიე. რაიო თქო?
წავიდა მეორე შტანგასთან გავიდა. და მორბის იქიდან სამში ერთი რო არ იყოსო. კარგია. ალეგო. არ დამთავრებულა ჯერ, ხო? არა, დამთავრდა. 400 ლარია. გიორგი, რა თქვა იცი მე? არა, ფინალი 1000 ლარიანი იქნება ფინალი. ანუ აგძელებთ. უნდა გავგზავნო, მაგრამ მაგმევინ ერთი რა თქვა მე. და ეხა არ ჯობია 1000 ლარი მოვიგოთ მაგის. კარგი, მაშინ მე გეტყვით მაშინ. არა, მოდი ვთქვათ მაშინ, კარგი ვთქვათ. ხო, თამაშგარე ვთქვა. თამაშგარე ვთქვათ, როგორც უნდა ბატონ ამირან. რა თქვა და ხო არის სამში ერთიო თქვა? მე ვუთხარი მაგანგარიში დიდი ხანია რო იყო, მე ვუთხარი ჩემთვის. ხო და გაგრძელდება კიდე მე ვუთხარი. ხო და სანამ მე ვიქნები პრეზიდენტი, სამში ერთი უნდა იძახო შენო მე მითხრა. და არის ასე. აღარ იძახოთ, აღარ არის. ბიჭო, ვერც ამან ვერ შეცვალა ანგარიში ახალმა და. თამაშგარე. ხო, კარგი, სწორი ვქენით რომ არ დავკარგეთ დრო. კარგი იყო რომ არ დავკარგეთ თამაშგარეში. დრო. ახლა კი 1000 ლარია წაგძელებ. ეხლაც კიდე გავუკეთებ შესავალს პატარას. ეხლა უნდა ვიტირო, მე უნდა ვიტირო. დღეს რაღაც ყველა ტირი. მე სასაცინოდ მოწევ თელ საქართველოს, მაგრამ როგორი იყო იცი? სიმამრი გარდამეცვალა და სიდედრი ტიროდა და როგორ მიმაწია მე მას რამოდენიმე ფრაზაში. მინდა გითხრათ ეს. ფრაზების სიდედრი საკითხი. დავიწყოთ კი ბატონო. თამაშობთ თუ თამაშობ. რა თქმა უნდა. 1000 არ ლარიანი. დაფიქდებით, გვინდა თუ არა გავჩერდეთ თუ არა, ლექსი. მაშინ აპლოდისმენტები მეგობრებო. არა. ადამიანს 1000 ლარი აქვს მოგებული. არა. მზად ვართ. კი ბატონო. აბა წარმატებები. სიმამრი გარდამეცვალა და მოვიდა ცნობა რომ გარდაიცვალა და გავიქეცით და ჩემი მეუღლე მივედით და რო შევედით ახლა ტირის ჩემი სიდედრი. გალენიგე კაცო, რატომ მოკვდი გალენიგი ასე უდროოდ კაცო? ერთ თვეში 101 წლის გახდებოდი კაცო. ამირანი როგორ გიყვარდა, ყველგან მიყავდა კაცო, ჩემზე უბნება. ეხლა წაიყვანე რა იქნება. როცა გაჩერდა, შეჩერდა, აი, მივედი მიცვალებულთან და ვეუბნები. იასონიჩი, როგორ სვამდით ხოლმე შავღვინოს მე და შენ მე ვუთხარი, როგორ ჩამიგორებდი ლოგინში, შენ გენაცვალე, შენ ჭირიმე რა დამავიწყებს ამას. ამის თქვა და წამოხდა სიდედრი ისევე და ეხლა ჩაიგორე ლოგინში, კალენიგე რა იქნება. მესამე დღეს შენ და წამოვა ამირანი და შავი ღვინოსვით რა იქნება. კალენიგე. ამირანის გარეშე რა გამაჭერებს. მე მტირო და თუ იმას დირო და ვეღარ გევიგე. რა გამაჭერებს. ძალიან ძიმე ისტორია იყო. იუმორი იყო ისტორიაში, მაგრამ ცოტა ძალიან ისეთი სატირა იყო. სატირალი. და ბოლოს რა შემამჩნია, იცი? ბატონმა ამირანმა თამაშს მოუმატა. ეს გამოიხატა თავის თმებიც დაცვიდა რა. ეხლა ყველაფერი უნდა იყონო მაგ დროს, მაგრამ თუ არ უნდათ რო გაიცინო. სამწუხაროდ ძალიან კარგად მოხვედით. მაინც არ გაიცინებენ, ხო? ხო, აი, სახეებზე არც გაცინე არ ბატონო, შემდეგი ცუდი არ იყო 400 ლარი. შემისაც შეგეძლოთ წაგეღოთ. მაგრამ მესმის ადამიანის ამბიცია წინაზე 1000 მოიგო, ეხლაც 1000 უნდოდა. არა უშავს, ბატონო ამირან, გადასარევი თამაში იყო. სამწუხაროდ დღეს თანხის გარეშე მიბრძანდებით, მაგრამ კიდე გვესტუმრეთ და დარწმუნებული ვარ თანხი წაბრძანდებით. კარგად ბრძანდებოდით.